საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. პარლამენტარებმა დახურულ კარს მიღმა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხები განიხილეს. კანონმდებლობის განმარტებით მეორე სხდომისთვის შესაძლებელი იქნება პირველადი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად იქნება განხილული. სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს. კომისიის სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში შეხვედრის მონაწილეები განხილულ საკითხზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის ადამ არშანიას თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი ყველაზე რთული და საკვანძო საკითხია. უმრავლესობის წევრები კი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრობენ. სხდომაზე ინიციატივა კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დააყენა. ამ საკითხზე იყო არაერთგვაროვანი შეფასებები. სამუშაო ჯგუფში ძირითადი დისკუსია გამოიწვია ჩემმა წინადადებამ, რომ კონსტიტუციის მეორე მუხლში დაფიქსირდეს, რომ აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს აჭარას ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი. განსაკუთრებულ სტატუსში გულისხმობ იმას, რომ სხვა ტერიტორიული ერთეულებისაგან განსხვავებით ექნება მას უფრო მაღალი იურიდიული შესაძლებლობები. ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელები იზიარებენ ამ მოსაზრებას, უბრალოდ ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც ტექნიკურად ცოტა უფრო სრულყოფილი გახდეს კონსტიტუციის ჩანაწერი. დღევანდელი ჯგუფის შეხვედრაზე იხილება ორი მთავარი მიმართულება. ერთი ეს არის ქვეყნის მთლიანი ტერიტორიული მოწყობის საკითხი, მათ შორის აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხი და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მთლიანი ქვეყნის დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის მთლიანად აღდგენის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. კონკრეტიკისკენ არ ვიხრები და კონკრეტიკაზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე, თუმცა ესეთი ფორმულირება უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც საქმეს წაადგება და არ იქნება მხოლოდ რიტორიკული რასაკვირველია. კომისიის სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ კომისიის სხდომაზე ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით გახმაურებულ ინიციატივებს. 23 წელია ჩვენ ველოდებით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება. სამწუხაროდ საკითხი ვერ მოგვარდა. თვლით რომ სტატუსთან დაკავშირებითაც მთლიანობაში უფლება მოსილებასთანაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა შეიძლება ბევრი რამე ისე ითქვას, რომელიც წინ წაადგება კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ჩვენს რეგიონს გვაქვს რიგი საკითხები, შენიშვნები, წინადადებები, დღეს განვიხილავთ ამ წინადადებებს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, საინტერესო ჩვენი რეგიონის განვითარების, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამიტომ უნდა ვაცნობთ მოვლენებს ცოტა მოგვიანებით დეტალებზე უკვე ვისაუბროთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე მსჯელობას მნიშვნელოვანს და აუცილებელს უწოდებს. ოკუპირებული ტერიტორიებისთვის კი ფართო უფლებების მინიჭებაზე საუბრის დაწყებას სერიოზულ ქსავნილად მიიჩნევს აფხაზებისა და ოსებისთვის. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მე მადლობა მინდა უთხრა საქართველოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს, სპიკერს ამ შეხვედრაზე, რომ ძალიან როგორც იტყვიან სამუშაო გარემო იყო. საკითხი ძალიან რთულია თვითონ ეს საკითხი. ამიტომ რაღაც გარკვეულ ესე იგი შედეგამდე ჯერ რა თქმა უნდა შორს არის ლაპარაკი. იყო მცდელობა იმისა, რომ გაგვეგზავნა თუნდაც სიგნალი, იმიტომ რომ უფრო მეც გთავაზობთ, მაგრამ ჩვენ მეორე მხარემ კიდე ესეც უთხარით, რომ კი ბატონო, შევთავაზოთ. სხვანაირად არ გაგვაგვივა ახლა ეს თვითონ ობიექტური რეალობაა. მაგრამ სანამ ჩვენ ამ როგორც იტყვიან გავაგზავნით გზავნილს, ჯობია რაღაცა დავდოთ მასალა. მოვიფიქროთ ერთად და მერე გავუგზავნოთ. ამაზე იყო უფრო ჭობა. იქ იყო მუხლებთან დაკავშირებით ტერმინოლოგიასთან. საზოგადოებამ მთლიანად საქართველოს არა მარტო თქვა საქართველოს პარლამენტმა თუ აფხაზეთის პარლამენტმა მთლიანად ეს უნდა გავიაზროთ, ერთად უნდა გავიაროთ, მაგრამ ის რომ რაღაცა იმაზე მეტი რაც იყო მიუხედავად იმისა, რომ თვლი რომ ძალიან დიდი უფლებები ჰქონდა ჩვენ ავტონომიებს, არ არსებული ბევრ ევროპულ ავტონომიებს არ აქვს ესეთი, მაინც რაღაცა უნდა მოინახოს, რომ როგორც იტყვიან, გამოვნახოთ საერთო ენა. გასვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს ჩვენ რეგიონზე. დანარჩენი ძალიან ბევრი
საკითხი, რომელიც ერთმანეთის გარეშე არ მომზადდება. გზავნილი პრაქტიკულად არის. ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ძალიან ფართო უფლებების მინიჭებაზე.